აშშ-შუმ ირანის სახმელეთო საკონტროლო ბაზას ბანდარ-ბანდარაბაში დაარტყა და თეირანის რეჟიმის მთავარი იმედი გაანადგურა, რომ სამხედრო ზეწოლითა და დიპლომატიური შანტაჟით ტრამპისგან დათმობებს მიიღებდა. Am ხუთშაბათს 2027 წლის 28 მაისს გზავნილი მოლაპარაკებების ველიდან სამხრეთ ირანის მიწაზე გადავიდა. ახლოს ერთ-ერთ ყველაზე მბრძნობიარე ზონასთან, რომელიც ამერიკის უსაფრთხოებისთვის ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანია. დარტყმა განხორციელდა სტრუქტურაზე, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციური გვარდიის დრონების კონტროლთან. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ძალებმა საფრთხე დააფიქსირეს თავიანთი სამხედროებისა და რეგიონში ნაოსნობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპზე ზეწოლა ხორციელდებოდა შეთანხმების ჭორების, ირანული მცდელობების მეშვეობით, რომ ყალბი გამარჯვება გაესაგებინათ და სანქციებთან, ურანთან და ჰორმუზის სრუტის კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნების გების გამო, მაგრამ პასუხი სხვა იყო. არანაირი მარტივი შემსუბუქება, არანაირი ცუდი შეთანხმება, არანაირი საშუალება რეჟიმისთვის ამოისუნთქოს, სანამ დრონებს აეწყობს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. რატომ არ დაიხია ტრამპმა უკან? როგორც ცვლის ეს თავდასხმა თამაშის წესებს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია როიტერსისგან მოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩამოაგდეს 4 ირანული საბრძოლო დრონი და დაარტყეს სახმელეთო მართვის სადგურს ბანდარ-აბასში, რომელიც გავრცელებული ცნობებით მეხუთე დრონის გაშვებას ამზადებდა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ეს ქმედება აღწერა როგორც თავდაცვითი და შეუზღუდავი, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების ძალებისა და ჰორმუზის მახლობლად ნაოსნობის დასაცავად. სამიზნე სიმბოლური არ ყოფილა. ეს იყო ირანის სამხედრო მექანიზმის პრაქტიკული ნაწილი, რომელიც გამოიყენებოდა დრონების სამართავად და რეგიონში ხომალდებისა და ჯარების წინააღმდეგ რისკის გასაზრდელად. ბანდარ-აბასი არის პორტული ქალაქი, რომელიც რეჟიმისთვის ცენტრალურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მდებარეობს ირანის სამხრეთში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაკავშირებულია რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების ყოფნოძალებთან. სწორედ იქიდან ცდილობს თეირანი ძალის დემონსტრირებას, როცა გრძნობს, რომ მოლაპარაკებებში პოზიციებს კარგავს. თავდასხმა აჩვენებს, რომ ვაშინგტონი არ დაელოდა დრონის გასვლას, რათა შემდეგ ენანა ზარალი. თეთრმა სახმა წინასწარი მოქმედა, დაარყა საკონტროლო პუნქტს და რეჟიმს წაართვა შანსი, რომ პროვოკაცია უპირატესობად ექცია. თეირანმა პროპაგანდით სცადა რეაგირება. რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ბანდარ-აბასის მახლობლად თავდასხმის შემდეგ დაარტყა ბაზას, რომელსაც ამერიკული ძალები იყენებდნენ. თუმცა ირანის რეაქციაც ადასტურებს ზეწოლის მასშტაბს. რეჟიმს სურდა კონტროლი ეჩვენებინა, მაგრამ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ დარტყმა მის საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო თვალსაზრისით მგრძნობიარე ზონის მახლობლად მოხდა. ძალის ნარატივი სუსტდება, როცა დრონების სარდლობის ცენტრი სამიზნედ იქცევა და რეჟიმი მიღებული დარტყმის გასამართლებლად იჩქარებს. თავდასხმა იმავე დროს მოხდა, როცა თეირანი ცდილობდა გაევრცელებინა იდეა, რომ შეთანხმება თითქმის მზად იყო. ეს ცნობილი მანევრია. რეჟიმი ავრცელებს სხვადასხვა ვერსიებს სიახლეებში, ქმნის პროგრესის განცდას, ცდილობს შეაშინოს ტრამპის მოკავშირეები და ზეწოლას ახდენს თეთრ სახზე, რომ ცუდი გამოსავალი მიიღონ. მაგრამ ტრამპმა ერთდროულად პოლიტიკური და სამხედრო პასუხი გასცა. თქვა, რომ ამ ყველაფერს არ აკეთებდა იმისთვის, რომ ცუდ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ფაქტობრივად მან გააფრთხილა, რომ რეალურ ზეწოლას ცარიელ დაპირებაში არ გაცვლის. ირანის მთავარი მარცხი უარყოფილ მოთხოვნებშია. თეირანი სანქციების შემსუბუქებას, რესურსების გამბლოკვას, გამდიდრებულ ურანზე უფრო ხანგრძლივ განხილვას და ჰორმუზზე გარკვეულ გავლენას ითხოვდა. დონალდ ტრამპმა უარი თქვა. მან თქვა, რომ ირანმა უნდა ჩააბაროს მაღალგანდამდიდრებული ურანი, ამისთვის ჯილდოს მიღების გარეშე. ასევე უარყო იდეა, რომ ეს მასალა რუსეთს ან ჩინეთს დარჩეს. ვაშინგტონისთვის ურანის სხვა ადგილას გადატანა საფრთხეს არ აგვარებს. ეს მხოლოდ მისცემდა რეჟიმს დროს, დიპლომატიურ დაცვას და პოლიტიკურად გადარჩენის საბაბს. რაც ტრამპის სიმკაცრეს ხსნის მარტივია. ირანის რეჟიმი მხოლოდ დროს არ ითხოვდა, ის ცდილობდა ამოესუნთქა. უფრო მსუბუქი სანქციები ფულს მისცემდა. მეტი ვადა გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა. ჰორმუზის კონტროლი კი მუქარის ძალას მისცემდა. და ურანის სხვა სახელმწიფოში გაგზავნა საერთაშორისო საფარს მისცემდა. დონალდ ტრამპმა ეს პაკეტი შეამჩნია და თითოეული ნაწილი დაბლოკა. ბანდარ-აბასში დაზარალებული ბაზა ამავე პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო მხარედ იქცა. ინტერნეტის ნაწილობრივი აღდგენა ირანში ამ ანალიზებს ახდენს გავლენას. თვეების შეზღუდვების შემდეგ შეტყობინებები და ვიდეოები კვლავ უფრო აქტიურად ვრცელდება, მიუხედავად მეთვალყურეობისა და ბლოკირების. ეს რეჟიმის სიკეთე არ არის, ეს დასუსტების ნიშანია. ძალიან ხანგრძლივი გათიშვა აჩერებს ვაჭრობას, კომუნიკაციას, სერვისებს და თვით ადმინისტრაციულ აპარატსაც კი. თეირანი ცდილობდა მოსახლეობის დადუმებას და გარე იმიჯის კონტროლს.
მაგრამ ეკონომიკურმა და სოციალურმა ზეწოწიალურმა ზეწოლამ რეჟიმი შეზღუდული, კონტროლირებადი და ცენზურით სავსე გახსნისკენ უბიძგა. ეს შიდა სისუსტე ხსნის რატონდებს ირანის რევოლუციური გვარდია ფსონს გარე პროვოკაციაზე. როდესაც ვალუტა ეცემა, ეკონომიკა ჩერდება და მოსახლეობა ისევ იწყებს ურთიერთობას, რეჟიმი ცდილობს შიში გარედან შექმნას, რათა შიგნით დუმილი დააწესოს. დრონები, საზღვაო მუქარები და ანტიამერიკული რიტორიკა მოქმედებს როგორც კვამლის ფარდა. მხოლოდ ისაა, რომ სტრატეგია სახიფათო ხდება, როცა მეორე მხარე არც ბაიდენია და არც ობამა. ტრამპმა აგრესორისთვის ჯილდო არ შეუთავაზებია. მან დაარტყა იმ სტრუქტურას, რომელიც აგრესიაში გამოიყენებოდა. ირანული ოპოზიცია და დიასპორა ზრდიან ზეწოლას. ირანის გარეთ არსებული თემები აგრძელებენ რეპრესიების მხილებას, რეჟიმის დამხობას ითხოვენ და საოლეთში თეირანის ტერორისტი მხარდამჭერების არსებობას აჩვენებენ. თეირანისთვის ეს პრობლემაა, რადგან ოფიციალური ნარატივი უკვე აღარ რჩება ქვეყნის საზღვრებში. ყოველი გამოქვეყნებული ვიდეოს, ყოველი გავრცელებული განცხადების და ყოველი ირანელის, რომელიც საზღვარგარეთ საუბრობს, რეჟიმის ნიღაბი სუსტდება. პოლიტიკურად ყველაზე მძიმე საკითხი ისაა, რომ დონალდ ტრამპი ირანელების იმედს რამდენიმე ფენად ჭრის. სამხედრო სფეროში ის საშუალებას აძლევს უპასუხონ იმ სამიზნეებს, რომლებიც საფრთხესთან არიან დაკავშირებული. ეკონომიკურ სფეროში სანქციებს ინარჩუნებს, ბირთვულ სფეროში ურანთან დაკავშირებულ ხრიკებს არიღებს, საზღვაო სფეროში ჰორმუზის სრუტის მძევლა დაყვანას არ ეთანხმება. დიპლომატიურ სფეროში შუამავლებს გადაწყვეტილების მფლობელებად არ აღიქვამს. ეს მიდგომა თეირანს არ აძლევს საშუალებას საკუთარ ხალხსა და რეგიონულ მოკავშირეებს მარტივი გამარჯვება წარუდგინოს. ტრადიციულმა მედიამ სცადა შეეხნა შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპი დათმობას აპირებდა. ბოლო საათებში რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი განხილული პირობებით და სანქციების შემსუბუქებას არ განიხილავს. მოლაპარაკება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეხლა ის მიმდინარეობს ზეწოლის ქვეშ და არა ირანული შანტაჟის პირობებში. რეჟიმი კვლავ ცდილობს თავისი რეგიონული დაჯგუფებების გამოყენებას დათმობების იზულებისთვის. ჰეზბოლა, თეირანის მილიციები და მოკავშირეები კვლავ რჩებიან თამაშის ნაწილად, რადგან ირანი მხოლოდ თავისი რეგულარული არმიით არ მოქმედებს, ის მოქმედებს ქსელებითა და გაფანტული მუქარებით. ამიტომაც ტრამპი ასევე ახდენს ზეწოლას, რომ არაბული ქვეყნები მიუახლოვდნენ აბრაამის შეთანხმებებს და ნაკლები სივრცე დაუტოვონ ირანის გავლენას. შემდეგი ნაბიჯი თეირანის რეაქციაზეა დამოკიდებული. თუ რევოლუციური გვარდია გააგრძელებს დრონების გამოყენებას, შეზღუდულ თავდასხმებს და პროვოკაციებს ჰორმუზის მახლობლად, შეერთებულ შტატებს ექნება არგუმენტი ახალი დებატებისთვის. თუ რეჟიმი უკან დაიხევს, მას მოუწევს მოლაპარაკების მიღება იმ ჯილდოს გარეშე, რაც სურდა. ეს არის პოლიტიკური მახე, რომელიც ტრამპმა შექმნა. ნებისმიერი ესკალაცია აჩვენებს ირანის სამხედრო სისუსტეს და ნებისმიერი უკან დახევა აჩვენებს, რომ ზეწოლა მიმუშავა. სახმელეთო კონტროლის ბაზა, რომელიც ბანდაბასში დაარტყეს, უბრალო გარდატეხის სიმბოლოდ იქცა. მე ვარ მილსონ ალუესი, გლობალ და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სიმართლე და შეგინარჩუნო ინფორმირებულობა. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.